თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის ელჩთან და გამოხმაურებები. რობინ დანიგანსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის გამართულ მოლაპარაკებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დიპლომატის და ministris შეხვედრამ ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ საკუთარი ემოციები არც სოციალურ ქსელში დამალეს და ელჩი და დიპლომატიური უწყება მწვავედ გააკრიტიკეს. ვისთვის რა გზავნილია გუშინ გამართული შეხვედრა? ლელა ჯავახიშვილი გაესაუბრა პოლიტიკოსებს, ის უერთდება ახლა კურიერის ეთერს. ლელამ, რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში? ოპოზიციაში დღეს მაგალითად აცხადებენ, რომ ამ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერია, რომ ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის ფარგლებში გამართული რიგითი შეხვედრა და რომ ტერმინებს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა გუშინ ვიხილეთ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა და გამოხმაურებები, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ამერიკის საელჩოს ამ შეხვედრის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ. საკუთარი კოლეგების პოზიციებზე საუბარი კი დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა აღარ ისურვეს. რაც შემიძლია თქვა პირდაპირ, როდესაც საუბრობ ჩვენ შეხვედრაზე, ეს არის კიდევ ერთხელ რომ ძალიან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მაშინ რატომ მოყვა ეს აჟიოტაჟი და ესეთი გამოხმაურება? ხო, მნიშვნელოვანი პერიოდი არის და ყველა თითო მოვლენას და თითო ფაქტს მოყვება ხოლმე ძალიან დიდი გამოხმაურება, რა ძალიან ცვლილებებით ახსოვს ეპოქაში ცხოვრობთ, მათ შორის ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრი ამბავს მოყოლია, ძალიან დიდი ალიექოთვი და ასე ვთქვათ, აქტიურად არის ხოლმე პოზიციები გამოხატული. ხა ეს ძალიან ბუნებრივია. ამერიკიდან დაბრუნებულმა ელჩმა ბუნებრივია გააცნო ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, რაც ჩვეულებრივი დიპლომატიური სამუშაოა. ჩვენ სერიოზულად მოვაკიდოთ საერთაშორისო ურთიერთობებს და მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობებს და მნიშვნელოვანია ის, რომ ტერმინები არ იყოს აღქმაში გადამწყვეტი შეხვედრის ქვეშ არსებული კომენტარებიც არ იქონიებს გავლენას. ოპონენტების რეაქცია მმართველ გუნდს არ გაკვირვებია. უმრავლესობის წევრები და დეპუტატები აცხადებენ, რომ ამერიკის ელჩის ნაბიჯმა, რომელიც დიპლომატიური სამუშაოს ნაწილია, ოპოზიციის სასოწარკვეთა გამოიწვია, რაც მათივე პოლიტიკური მდგომარეობით აიხსნება. ზოგადად განსაკუთრებული იმაში არაფერი არ არის, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი, რა თქმა უნდა, და ამას ახლა რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ოპოზიციიდან, თქვენ კარგად დაინახეთ, შეუვარდნენ პირდაპირ ამერიკის საელჩოს Facebook გვერდს, როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს იქ ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ. გაჭირებულს ქვა აღმართში მიეწიაოდა. ეს არის ზუსტად კოლექტიური ნაცმოძრაობის თვის ამერიკის ელჩის მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიდი წერტილი არის დასმული უკვე ნებისმიერ სპეკულაციაზე, თulis რომ უკვე უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველოს შეერთებულ შტატებს შორის. ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობას ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიჰყობს ხელს, ამაზე უნდა იფიქროს. ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნეგატიური გამოხმაურება ამერიკის საელჩოს იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მათ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. 7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე ვინ არ ჩაერთვება საარჩევნო მარათონში და რომელ პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე. ოპოზიციაში აზრები იყოფა. ნაციონალებისგან უარია გირჩმა სამზადისი უკვე დაიწყო, დანარჩენები კი არ ჩქარობენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ელოდება, სამომავლო გეგმებზე კი საუბარი ნაადრევად ეჩვენებათ. ამგვარი განწყობების ფონზე მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციონერები მითითებებს გარედან ელოდებიან და თან მარცხისაც ეშინიათ. იმისთვის, რომ ძლიერმა საქართველოს მონაწილეობა მიიღოს რაიმე ფორმის არჩევნებში, ამისთვის ჯერ პირველ რიგში ის კრიზისი უნდა განიწვიოს ამ ქვეყანაში, რომელი კრიზისიც არის. ამ კრიზისიდან გამოსავალი გვინდა. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის არჩევნები. ყველგან პოლიტიკური კრიზისი არის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის და საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ჩატარდეს ახალი თვითმმართველობის არჩევნები, როგორ უშველის ამას. საპარლამენტო არჩევნები არის ის უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის საუკეთესო პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად და ბუნებრივია ვემზადებით სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთადერთი ახსნა, როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას რაიმე სახის არჩევნებზე, არის ის, რომ ამ პარტიას ეშინია წარსდგა საზოგადოების წინაშე იმ რეიტინგული
მისგან, რა ქვია, მოცემულობიდან გამომდინარე, დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მანაც ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებაში აქვს. ისინი არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, იღებენ დირექტივებს სხვებისგან, დავალების მიმცემებისგან, ქვეყნის პრობლემებს გარედან. ძირითადად, ამიტომ ხვალ და ზეგვ შეიცვლიან ისინი პოზიციას და ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებას კვლავ არჩევნებში მონაწილეობით შეცვლიან, ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იქნება. მათ იციან, რომ ისინი დამარცხდებიან. მათ იციან, რომ მეტ შეცდომაში შეყვანა ქართველი ხალხისა ვეღარ მოხერხდება, თითქოს ესენი რაღაც დამოუკიდებელი ცალ-ცალკე ორგანიზაციები არიან, რომლებიც თვითონ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს არის იმ გლობალური ქსელის ადგილობრივი ფილიალები, რომელსაც ერთი საერთო პატრონი ყავთ. დაინახა უკვე ქართველმა ხალხმა, რომ ეს იყო მოჩვენებითი გაყოფა 4 ნაწილად ერთი გლობალური ქსელის, აგენტურული ქსელის. მკვლელობა თბილისის ცენტრში გვიანღამით ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცი მოკლეს. ის ლევან ჯანგველაძეა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა. დაიჭრა მისი თანმხლები პირი, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს. კურიერმა მოიპოვა ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ 23 საათსა და 32 წუთზე ჯანგველაძე ჭავჭავაძის 9 ნომერში სადარბაზოდან გამოდის, მას იქვე ელოდება ადამიანი, რომელიც ცეცხლსურსის და ქუჩაზე გადადის. დანაშაულის ადგილს მთელი ღამე სწავლობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით. თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გასროლის ხმა ძალიან ბევრჯერ იყო საკმაოდ, ესე ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, დაახლოებით 5-6 ჯერ მე კიდე ვიდეო დაიდო, იქ ვნახე საათი, რა გვიანი იყო, მგონი 12 ხდებოდა ღამის დაახლოებით. შიგნით 3 ადამიანი უმუშაობდით და რამდენჯერმე რომ გასროლის ხმა გავიგეთ, ვერც კი გავიაზრეთ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არ გვიფიქრია, რომ იარაღიდან სროლის ხმა იყო და ფანჯარასთან მოვიდა მენეჯერი გამოიხედა. ზუსტად მაგ მომენტში მოხვდა ამ ფანჯარას ერთი ტყვე კიდე ქვევით არის შემოვარდნილი, უბრალოდ შიგნით არ შემოვარდა, გააჩერა მგონი შუშამ. და ქვევით ჩავედით, კლიენტებიც შემოვიდნენ, ქვევით ჩავედით, მე ამოვედი ზევით და უკვე იქეთ ცოტა ქვევით გარდაცვლილი ადამიანი იყო და ერთი დაიჭრა როგორც ვიცი. ჩვენ დამთავრებული ქონდა უკვე მუშაობა და მივიდიოდით სახლში. ჩვენ არაფერი არ დაგვინახია, უბრალოდ იყო სროლის ხმა. ბევრი იყო კი. და ამბავი აქ გამოხდა, რა შეიტყვეთ შენ? არ ვიცი, არც მივსულვართ იქით ახლოს. იმიტომ რომ თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით არც გავსულვართ გარეთ. ხმა გავიგე, მაგრამ საათი დრო არ მახსოვს ვაფშე არ მე. ბევრჯერ იყო გასროლა? ორჯერ ალბათ, ორჯერ. ხო, მე სხვა ანუ მართლა არაფერი, მე სახში ვიყავი და ვიფიქრე დაჟე მომესმა მეთქი და მართლა მკვლელობა ყოფილა, მართლა სროლა ყოფილა და არ ვიცი მართლა არაფერი. პარლამენტის სამჯდომარე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. შალვა პაპუაშვილი წერს, ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი, წერს სპიკერი სოციალურ ქსელში. სტატებსა და რუსეთს შორის იქ უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მიდის აქტიური მუშაობა, სავარაუდოდ იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც. ასევე იმასთან დაკავშირებით არის დღეს უკვე განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან, რომ უკრაინა იყო გამოყენებული უბრალოდ ინსტრუმენტად პროქსი ომში, რომელიც მიმდინარეობდა დასავლეთსა და რუსეთს შორის და ეს ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, მაქედან გამომდინარე მოქმედებდით ესე ფრთხილად, ესე პრაგმატულად. ის ზეწოლა რაც მომდინარეობდა, ის წრეხი რაც მომდინარეობდა ჩვენს ხელისუფლებაზე, ზუსტად ამისთვის იყო განკუთვნილი, რომ ჩვენც გამოვეყენებინეთ როგორც სატელიტი ქვეყანა, მარიონეტი ქვეყანა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ეს ყველაფერი ავიცილეთ. შედგება თუ არა შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის. უკრაინას რუსეთის არ სჯერა, თუმცა მედიატორი ამერიკა დარწმუნებულია, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლი 30 დღით შეწყდება. რაც იქნება საწყისი დიდი შეთანხმების. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან რუსეთიდან პოზიტიური სიგნალები მიიღო. უკრაინის პირველი პირი კი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკებების ჩასაშლელად. თუმცა თავად პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა.
ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ამბები რუსეთიდან. მე ვგრძნობ, რომ რუსეთი ჩვენთან გარიგებას აპირებს. იმედი მაქვს, ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს. უკრაინა ელოდება პასუხს. ძალიან მაწუხებს ბრძოლის ველი, სადაც ახლა არიან უკრაინელი ჯარისკაცების ძალიან დაუცველი ჯგუფი, რომლებიც რეალურად არიან რუსებისგან გარშემორტყმული. ეს არ არის კარგი, რადგან ჩვენ არ გვინდა მათი სიკვდილი. ნახოთ რა მოხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ მე მივყვები ცეცხლის შეწყვეტის და საბოლოოდ შეთანხმების პროცესს, რაზეც საკმაოდ კარგი სიგნალები მოდის რუსეთიდან. ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველა მიცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კომუნიკაცია ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად წინსვლა გვაქვს, ვნახოთ რა გამოვა. პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს. მე მჯერა, რომ მშვიდობასთან მიახლოება მხოლოდ მოლაპარაკებებით და დიპლომატიით არის შესაძლებელი. ახლა მაგიდაზე არის ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე. უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ეს იქნება დიდი ნაბიჯის გადადგმა გარანტირებული უსაფრთხოებისკენ, ამ ომის დასრულებისკენ და საიმედო მშვიდობისკენ. დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერაზეც არის საუბარი. განცხადებას ხელს აწერენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ტექსტში წერია, რომ დიდი შვიდეულის წევრებმა მოიწონეს უკრაინის მზადყოფნა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც გაეროს ქარტიის შესაბამისად აუცილებელი ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად. შეთანხმების მოლოდინში კი ომი უკრაინაში გრძელდება. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხერსონის ოლქში დაბომბვას. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა 8 ბომბი ჩამოაგდეს. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 12 ადამიანი დაშავდა კრივირიხში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოხდა ასევე ოდესის ოლქსაც. ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. JD Vance სურს, რომ ევროპა წარმატებული და ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს, აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობების საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ, ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ. მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. ვფიქრობ, ევროპასთან საერთოდ ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმებით მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების შეჩერების ინიციატივით გამოდის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მედიის ინფორმაციით ინიციატივა უნგრეთის მოთხოვნას უკავშირდება, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივება, გაჭიანურდა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გახდა ევროკავშირის შავი სიიდან 3 რუსი ოლიგარქის ამოღება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ეგრეთ წოდებული შატდაუნი თავიდან აიცილა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 54-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 46 წინააღმდეგი წავიდა. ცნობისთვის კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს. ლიკვიდირებული ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი აბდალა ალ-რიფი ერაყის პროვინცია ალან-ბარში ზუსტ საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ, განაცხადა 47 პრეზიდენტმა.
საპროტესტო აქცია სერბეთში დემონსტრანტები ამჯერად ბელგრადში შეიკრიბნენ. რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ აქციაში 10,000 ადამიანი მონაწილეობს. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული. გასული წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. წყალდიდობა იტალიაში ფლორენციასა და პიზაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ბოლონიაში მეწყერი და ღვარცობი დაფიქსირდა. ტოსკანას, ბოლონიასა და პიზას გარშემო არსებული სოფლების მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, მობილიზებულია 500-ზე მეტი მაშველი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომასა და ტექსასში ტყის ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად ლიკვიდაცია რთულდება. სტიქიას რამდენიმე კერა აქვს. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 77,000 ადამიანისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის ევაკუირებული. ხანძარი პარასკევს გაჩნდა. სტიქიამ უკვე 11,000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. დაუბრუნდეთ საქართველოში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს არჩეული ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა ექნება. ანუ პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარეს თქმა. მას ექნება შესაძლებლობა პროგრამიდან გასვლის გარეშე დამატებით არჩეული პალატის ღირებულება გადაიხადოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნებათ დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში ვთქვათ არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა სამართლიანად რეგულირებული. მარტის სივსივნის თაობაზე ცნობიერების ამაღლების თვეა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხზე ექიმებისთვის კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ექიმებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სკრინინგის პროგრამების და დაავადების განვითარების ფაქტორების შესახებ. ეროვნული სკრინინგ ცენტრი ოჯახის ექიმებთან წარადგენს პრეზენტაციას კიბოსკრინინგული პროგრამების შესახებ. ოჯახის ექიმები არის უმნიშვნელოვანესი რგოლი მოსახლეობასთან კიბოსკრინინგის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით. სკრინინგული პროგრამები გვაძლევს საშუალებას კიბო გამოვავლინოთ, კერძოდ კოლორექტული კიბო გამოვავლინოთ არა მხოლოდ ადრეულ ეტაპზე, არამედ გამოვავლინოთ კიბოს წინარე მდგომარეობები, რომელთა მკურნალობით შესაძლებელია საერთოდ კოლორექტული კიბო იყოს თავიდან აცილებული. მნიშვნელოვანია, რომ ის შეთავაზება, რომელიც მოსახლეობას გააჩნია მთავრობისგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა კოლორექტული კიბოს სკრინინგში, ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაავადება გამოავლინოთ ადრეულ სტადიაზე. 15 მარტი კი ქართული არტილერიის დღეა. 32 წლის იუბილე აზიანში მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინდა ყველა არტილერის მიულოცო დღევანდელი დღე, მათი ღვაწლი და მათი შრომა ფასდაუდებელია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურის წინაშე და მადლობა გადაუხადო ჩვენ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი თავდადების, მათი გმირობის მაგალითზე იზრდებიან საქართველოში მომავალი არტილერისტები. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვარ საარტილერიო ქვედანაყოფში. დიდი როლი აქვს საარტილერიო ქვედანაყოფის ზოგადად თავდაცვის ძალებში, რაც გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და მე მინდა მიულოცო ყველა არტილერისტს, მოქმედს და ასევე ვეტერან არტილერისტებს. მინდა მიულოცო არტილერიის დღე აღმოსავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს და დასავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს. როგორც არტილერისტებს, ასევე მთლიანად თავდაცვის ძალებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარედ არსებული გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფა ცხოვრება და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში თბილსერვის ჯგუფის დირექტორმაც მიიღო მონაწილეობა. ხო,
ვიმუშაოთ მოსახლეობას, ითანამშრომლონ ჩვენთან, ისარგებლონ ჩვენი ახალი სერვისით, რომელიც ხელს უწყობს მას, რომ ძალიან დაბალ ფასად, 1 კუბამდე ცხალარად გაუწიოთ მომსახურება, გადავზიდოთ შესაბამისი ტექნიკის, შესაბამისი განთავსების ადგილებზე, ისე რომ ქალაქში გამწვანებულ ტერიტორიებზე, ხევებში და საფეხმავლო ნაწილებზე, ცენტრალურ ქუჩებში აღარ მოხდეს როგორც საყოფაცო ნარჩენის, ისე არასაყოფაცო ნარჩენის უკანონოდ განთავსება. ჩვენი ახალი პროგრამა არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელიც შეიძლება როგორც ხელი ხაზის საშუალებით, ასევე ვებგვერდის საშუალებით იქნეს გამოყენებული. 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები ზედიზედ მე-13 გავიდნენ ფინალში და ტიტულის მოგებას მე-17 შეეცდებიან. შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ფინალამდე ერთი დღით ადრე კი მორაგბეები კაპიტნის ვარჯიშს მართავენ. ძალიან გვინდა ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ასევე გვინდა მოვიპოვოთ ადგილი მსოფლიო თასზეც. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული რაგბისთვის. ხვალინდელ თამაშს დიდი გავლენა ექნება შემდეგ 2 წელიწადზე. ხვალ გვაქვს შესაძლებლობა ყველას ვაჩვენოთ, რომ უფრო მაღალი დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის რესურსი გვაქვს. ნაკრები ძალიან კარგ ფორმაში არის. ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებები ვანახეთ წინა თამაშები, რაც მოვიგეთ. რაც შეეხება ამ კვირის მოსამზადებელს, ფიქრობ, კარგად ჩაიარა, ძალიან რთული პერიოდი ქონდა თვითონ ჩვენს, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც კარგად მომიმზადეთ, მზად ვართ ფინალისთვის და იმედი მაქვს, რომ ხვალს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე თამაშია, უკვე კარგად შეკრულები ვართ, ვიცით ვის ვეთამაშებით, როგორ უნდა ვითამაშოთ და რა უნდა გავაკეთოთ ხვალინდელ დღეს. გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, დიდი мотиваციაა ჩვენთვის. სასიამოვნო იქნება თუ ხვალ მოვლენ ჩვენი მხრიდან ვესწრებით, რომ სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. ქართველი მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძე 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია. ქართველმა მოჭიდავემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე 5 მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დიმიტრი ხაჩიძემაც დაისაკუთრა. კურიერი 3 საათზე ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით 6-ზე. მანამდე კი დღის ყველა სიახლეს გაეცანით ვებგვერდზე rustavi2.gr. დროებით.